თბილისის სომხურ თეატრს 150 წელი შეუსრულდა პეტროს ადამიანის სახელობის თეატრის სომხურ თეატრებს შორის მსოფლიოში ყველაზე ძველია. დრამატულ თეატრში სომეხი მხატვრებისა და ფოტორეპორტიორების ნამუშევრები გამოიფინა. წარმოადგენს ხალხური რეწვის ნიმუშები და ხის ნაგათობებიც. თეატრში საქართველოში მოღვაწე სომხური ინტელიგენციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და დედაქალაქის მერს უმას პინძლეს. გიგი უგულავა მათთან ერთად ტრადიციული ნამუშევრების გარდა წლების განმავლობაში სომხური დრამატული თეატრის სცენაზე ქართული და სომეხი დრამატურგების პიესების მიხედვით შექმნილი სპექტაკლის აფიშებიც დაათვალიერა. თბილისის უნიკალური თვისება, რომ ყველა აქ ჩამოსული ადამიანი აქციო თბილისელებმა ყველაზე მეტად სწორედ თბილისელმა სომხებმა გაითავისეს. მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ თბილისი მართლაც არის მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური და ტოლერანტული ქალაქი და აქვს ის ბუნება, რომ ყველა აქ მაცხოვრებელ ადამიანს მის სამსახურში უანგაროდ აყენებს. გასაკეთებელი ძალიან ბევრია ისევ ვიმეორებ იმისათვის, რომ ყველა ადამიანმა თბილისში კომფორტულად, სრულფასოვნად იგრძნოს თავი. ყველა ადამიანმა შეძლოს თავის რეალიზება. გვექნება შესაძლებლობა შევიკრიბოთ და უფრო საგნობრივად გავიაროთ ყველა ის საკითხი და პრობლემა, რომელიც ერთ მიზანს ემსახურება, რომ თბილისში ყველა ადამიანისთვის ცხოვრება იყოს უკეთესი, კონდეს სამუშაო, სდიდეს თავის და უვლიდეს თავის ოჯახს. და ამ თვალსაზრისით ყველას, უკლებლივ ყველა რაიონში მაცხოვრებელ ადამიანს კონდეს ერთნაირი შესაძლებლობა.